მოგესალმებით. ცოტა ხნის წინ დავიწყე პოსტის წერა, მაგრამ იმდენი რამის თქმა მინდოდა, რომ გადავწყვიტე ჩამეწერა ვიდეო და სწორედ ასე მომეწოდებინე თქვენთვის ინფორმაცია ძალიან საინტერესო თემის შესახებ. დღევანდელი თემა ეხება ენერგეტიკული ძაფის ჩაჭრას. ზუსტად არ ვიცი, რამდენად სწორად ვამბობ, მაგრამ იმედია მიმიხვდებით და თუ არ ხვდებით, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ავხსნი და სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებ დღეს. ხანდახან ზოგჯერ გქონია ხოლმე, რომ ყველაფერი გვაქვს, მაგრამ რაღაც მაინც ვერ გვასვენებ შინაგანად და მაინც რაღაც არ არის ხოლმე თავის ადგილზე. შეიძლება აქტიურადაც ცხოვრობდე, გქონდეს ადამიანებთან ძალიან კარგი ურთიერთობა, პოზიტიური კავშირები, გქონდეს კარიერა, დატვირთული ყოველდღიურობა, მაგრამ მაინც შეიძლება გრძნობდეთ დაძაბულობას შინაგანად, რომელსაც თითქოს სახელს ვერ არქმევთ. შეიძლება გრძნობდე, რომ წინ ვერ მიდიხარ ისე, როგორც გინდა, ან თითქოს ცხოვრება გაჩერებული აქვს ერთ-წერტილში და ერთი და იგივე სიტუაციებიც კი მეორდება ხოლმე ხშირად. აი მაგალითად თუ პირად ურთიერთობებში რაიმე ესეთი უსიამოვნო გადაგხდა, შეიძლება ახლა ჩნდებოდეს სხვა ურთიერთობები, მაგრამ ისევ იგივე სცენარი მეორდებოდეს. ანუ შეიძლება ფიქრობდე, რომ ერთსა და იმავე სცენარშია გაჭედილი შენი პერსონაჟი, ესე ბრჭყალებში რომ ვთქვათ. აი ზოგადად რომ ავიღოთ მარტო პირად ურთიერთობებზე რომ არ ვისაუბროთ. ნებისმიერ უსიამოვნო გამოცდილებას ეხება ეს ყველაფერი, რომელიც წარსულში მოხდა, მაგრამ დღესაც შეიძლება გრძნობდეთ მის გავლენას. ანუ დღესაც შეიძლება თქვენი ფსიქიკა არაცნობიერი ამ პროცესებს აღიქვამდეს, რომ თითქოს ახლაც ხდება. მაგალითად შეიძლება გესიზმრებოდეთ, ხშირად გეფიქრებოდეთ, გახსენდებოდეთ კონკრეტული ადამიანი, მასთან ურთიერთობა, ის რაღაცა დეტალები, ემოციები, რაც თქვენთვის არც თუ ისე სასიამოვნო იყო. შეიძლება სასიამოვნო მომენტებიც გახსენდებოდეთ, მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ ეს პროცესები უკვე დასრულდა, მაგრამ თქვენი გონებით ისევ იქ ხართ დღემდე. შეიძლება წლებიც არის გასული, მაგრამ მაინც ვერ ამოხვედით იქედან, ამ ყველაფერზე მაქვს საუბარი. ჩვენ საქმე გვაქვს ენერგეტიკულ ძაფთან. თქვენ ხართ ენერგეტიკულად დაკავშირებული წარსულთან. თუ ამ ყველაფერს გრძნობთ, მაშინ ძალიან დიდი ალბათობაა ამის, თუმცა ამ ყველაფრის გარკვევაც შეიძლება და ამაზე ამ ვიდეოში ვისაუბრებ, რა თქმა უნდა. აი, მაგალითად, მოდი ჩამოვთვალოთ. ძალიან ხშირად ეს პროცესი ხდება მაშინ, როდესაც თქვენს ცხოვრებაში აღარ არიან ის ადამიანები, რომლებიც ერთ დროს იყვნენ, მაგრამ თქვენში ეს ადამიანები მაინც რჩებიან. შეიძლება ძალიან დიდი ხანია დასრულებულია ეს ურთიერთობა, მაგრამ ემოციურად ეხლაც გრძელდება. შეიძლება სულაც არ გინდოდეთ ამ ყველაფერზე ფიქრი, მაგრამ მაინც თავის და უნებურად გახსენდებათ ხოლმე ეს ადამიანები. ეს ყველაფერი არის ბუნებრივი შედეგი ძლიერი კავშირის. ყოველი ძლიერი ემოციური გამოცდილება ქმნის ენერგეტიკულ ძაფს ადამიანებს შორის. ეს შეიძლება შეიქმნას სიყვარულისგან, ტკივილისგან, ბრაზისგან, დანაკარგისგან, ან დაუმთავრებელი სცენარებისგან და სიუჟეტებისგან ამ ურთიერთობაში. და აქ საინტერესო ის არის, რომ რაც უფრო ღრმა არის ემოცია, რაც უფრო მეტი ემოცია გაქვთ გაზიარებული ამ ადამიანთან ან მოვლენებთან, უფრო ძლიერი არის ეს ენერგეტიკული ძაფიც. და უფრო მეტად ახდენს მასშტაბებად გავლენას თქვენზე. როდესაც ენერგეტიკული ძაფი არის აქტიური, ადამიანი თითქოს აღარ არის საკუთარ თავთან, ანუ აღარ ეკუთვნის საკუთარ თავს და ენერგიის რაღაც ნაწილი არის დარჩენილი წარსულში. აი თუნდაც სადაც დამთავრდა ეს ურთიერთობა მაგალითად, შეიძლება ამ ურთიერთობაში იყოს დარჩენილი. ანუ ჩვენი ფსიქიკური ენერგიის რაღაც ნაწილი არის იქ დარჩენილი. და ამ დროს ჩნდება შეგრძნება, რომ თითქოს რაღაც გაკლია, რაღაც გიჭირს. მაგალითად, აი როცა გინდა რომ წინ წახვიდე, ვერ მიდიხარ წინ და უკან გეკაჩება რაღაც. ეს ხშირად ურთიერთობებზეც აისახება ხოლმე, როცა გინდა ცვლილება, მაგრამ არაფერი არ იცვლება და ერთი და იგივე ხდება. ხშირად ადამიანები ამბობენ, რომ გონებით ძალიან კარგად ესმით, ძალიან კარგად ხვდებიან, რაზეც არის საუბარი, მაგრამ ვერ უშვებენ ამ ყველაფერს. ძალიანაც უნდათ ხოლმე ხშირად რომ მოიშორონ ეს ყველაფერი, მაგრამ ენერგიაა ეს. და ეს ენერგია იმდენად ძლიერია, რომ გონებით ძალიან რთული არის, რომ ესე მარტივად გაუშვა. ეს იმიტომ ხდება, რომ ეს არ არის გონებრივი პროცესი, ეს არის ენერგეტიკული პროცესი და სჭირდება შესაბამისი მიდგომა.
სანამ არსებობს ეს ენერგეტიკული ძაფი, მისი დასრულება ესე თავისით ბოლომდე არ მოხდება. ან რაღაც ძალიან დიდი ტრანსფორმაცია უნდა გადაიტანოს ადამიანმა, ფაქტობრივად გამოიცვალოს კანი, ძალიან ეს გადატანითად რომ ვთქვათ, იმისთვის რომ შეეცვალოს ცნობიერება, მოახდინოს ენერგეტიკული ტრანსფორმაცია და ამის შემდეგ წამოვიდეს მასთან ძალიან დიდი ესეთი გაცნობიერებები და მოკლედ ძალიან დიდი ენერგეტიკული ცვლილებების ხარჯზე ხდება ხოლმე ეს პროცესები თავისით. ენერგეტიკული ძაფის გაწყვეტა არ გულისხმობს, რომ ვიღაცა წაშალოს შენი ცხოვრებიდან, ან რაიმე უარყო, ან იბრძოლოს საკუთარ ემოციებს. ეს არის მშვიდი, ძალიან მარტივი სინამდვილეში ენერგეტიკული პროცესი, როცა გინდა რომ დაასრულო ეს ყველაფერი ახლა, იმიტომ რომ არ დასრულდა ეს ყველაფერი მაშინ, როცა საჭირო იყო. როცა ეს პროცესი ხდება, ენერგია ნელ-ნელა გვიბრუნდება უკან. აი, აქ არის ყველაზე მთავარი. იმიტომ რომ ბრუნდება შეგრძნებები, ადამიანი უკვე საკუთარ თავთან არის, საკუთარ სხეულშია, საკუთარ ცხოვრებაში აწმყოშია. ვინაიდან ის ენერგია რაც დავკარგეთ, ბრუნდება ჩვენთან, ანუ ჩვენ ვუბრუნდებით საკუთარ თავს და შესაბამისად გვიბრუნდება ჩვენი ენერგია, мотиваცია, ჩვენი მიზნები უფრო მარტივად მისაღწევი ხდება, უფრო მეტ თავისუფლებას გრძნობთ შინაგანად და მეტ სიმსუბუქესაც. თუ ამ სიტყვებში ხედავ საკუთარ თავს და გრძნობ, რომ ეს მდგომარეობა შენთვის ნაცნობია, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე მზად ხარ გათავისუფლებისთვის. ზოგჯერ უბრალოდ გვჭირდება სწორი სივრცე და რაღაც ინფორმაციის ცოდნა იმისთვის, რომ მოვიშოროთ ის ყველაფერი, რაც აღარ გვემსახურება ფაქტობრივად. როგორც მაგალითად, რაიმე გვაწუხებს და მივდივართ ექიმთან, ზუსტად ასე არის ენერგეტიკული სხეულის შემთხვევაშიც, როცა ვიცით რა ხდება, უკვე ძალიან მარტივი არის ამ ყველაფერთან გამკლავება. მე მაქვს შექმნილი სპეციალური ენერგეტიკული პრაქტიკა, რომელიც ძალიან კარგად ეხმარება ადამიანს, რომ მოიშოროს ეს ენერგეტიკული ძაფები, რომელიც ასევე შეიცავს სამედიტაციო პრაქტიკას და ადამიანს ეხმარება, რომ ძალიან უსაფრთხოდ და მშვიდად, რა თქმა უნდა, ცნობიერად მოიშოროს ეს არასაჭირო ენერგია. ეს არის იმდენად უსაფრთხო პრაქტიკა, რომ არც ერთ მხარეზე არ აისახება ნეგატიურად, რაც არ უნდა ეცადოთ. არის ძალიან მარტივი შესასრულებელი, არ მოითხოვს რაიმე განსაკუთრებულ ცოდნას ან გამოცდილებას. და თუ გრძნობ, რომ მაგალითად შენს მდგომარეობას ეხმიანება ეს ყველაფერი და გინდა რომ გათავისუფლდე ენერგეტიკული კავშირებისგან, უსიამოვნო ადამიანებისგან, დატოვებული კვალისგან შენს ცხოვრებაში, 90% შემთხვევაში ჩემი გამოცდილებით და დაკვირვებით ეს მოდის ხოლმე უსიამოვნო პირადი ცხოვრებიდან გამომდინარე, ასევე ოჯახური ურთიერთობებიდანაც მოდის ხოლმე ეს, მაგალითად არაჯანსაღი კავშირი მშობელსა და შვილს შორის, არაჯანსაღი კავშირი პარტნიორებს შორის. აი ეს ტოვებს ხოლმე ძალიან ხშირად აი ამ უსიამოვნო ენერგეტიკულ ძაფს, რომელიც აუცილებლად უნდა გაწყდეს ერთხელ და სამუდამოდ იმისთვის, რომ ადამიანმა იგრძნოს თავისუფლება და იმისთვის, რომ დაუბრუნდეს საკუთარ თავს. თუ გსურთ, რომ გაიგოთ მეტი ინფორმაცია ამ პრაქტიკის შესახებ, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ სადაც გსურთ, Facebook-ზე, Instagram-ზე, YouTube-ზე, ასევე მეილზეც შეგიძლიათ მომწეროთ, სადაც თქვენთვის უფრო კომფორტული იქნება. დანარჩენ ინფორმაციას და დეტალებს მოგაწვდით, თუ სად, როგორ და რანაირად გაკეთდება, იმიტომ რომ ჯერ მეკვნაც არ მაქვს მოფიქრებული, მაგრამ ერთი ის ვიცი, რომ ეს პრაქტიკა ჩვენს ვებგვერდზე გაიყიდება, მუდმივად იქნება ხელმისაწვდომი, მაგრამ შეზღუდული დროით იქნება ფასდაკლებით. ვინაიდან პირველად ავტვირთავ ამ ენერგეტიკულ პრაქტიკას. გთხოვთ გაეცნოთ დეტალებს, დამატებითი ინფორმაციისთვის ან თუ კი რაიმე შეკითხვები გექნებათ, შეგიძლიათ დააკომენტაროთ ან მომწეროთ პირადში.